შესაბამისად ცილიარული კინეზიის დროს ერთობა გვაქვს სიტუს უნივერსიტეტის ქვეყნების პროექტის პარტნიორობის და ესე იგი გადავაბათ ის რომ აქ იყოს სიტუს უნივერსიტეტის სული გადაადგილება ორგანოების და უნდა გაქადების სინდრომის ხო აი ეს შემთხვევა ალბათონი თვითონ აქაინოს ვატაშების ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა და აქაც საკმაოდ კარგი შედეგი არის იმით რომ აი ის რაც მინდა ხოლმე მინიმუმს მივახციებო ანტიბიოტიკებს თავი დაანებო აი დაანებო თავი აი ახლა ქირურგიული პაციენტები აი ეს ბატონი იყო იტალიიდან სხვადასხვა ამ მისი გამოგზავნი ჩვენ კლინიკაში იყო თვითონ მისი ქირურგი რომელიც ძალიან დაინტერესებული იყო ფარმაკოთერაპიით ამ შემთხვევაში იმიტომ რომ საკმაოდ ხანძრივად ვერ ხდებოდა აი ამ გარიფიქსატორის ამოღება იმიტომ რომ აი ეს ფისტულები იყო და დაუშვათ არის შეუძლებელი იყო შემდგომ უკვე დანარჩენი მკურნალობის გაგრძელება ეხლა ეს შედეგი რასაც შევასწავლეთ არის ეს შედეგი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ მივიღეთ. ესე იგი, აქ იმ 1 წლის განმავლობაში იყო ერთი ესე ვთქვათ გამწვავება, მაგრამ საბოლოო ჯამში ფარმაკოთერაპიამ აი ეს შედეგი მოგცა. აქაც იყო სტაფილოკოკი აურეუსის ეზომომა და გამოვიყენეთ სტანდარტული ფარმაკი. ეხლა შემდგომი ესე იგი აი ეს პაციენტი, ეს ქართველი პაციენტია ძალიან სერიოზული შემთხვევა იყო სხვადასხვა გვიძილის დონორი იყო მამამისისთვის ეს ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც აი ასეთი საშინელი გართულება დაემართა ეს უკვე ცოტა ქირურგიული როგორიღაც არაწარმოებული ჩარევის შედეგი იყო და აი პროგნოზის პესიმა როიტყვიან აი ეგეთი იყო იმიტომ რომ ქონდა რამოდენიმე დრენაჟი როგორც ხედავთ მაღალი ილეოსტომა და აი ასეთ პაციენტს რომელსაც აი ფაქტობრივად იმედი იყო გადაწყვეტილი ჩვენი ქირურგი ბატონი გოგაფრიძე პროფესორი რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდით ამ პაციენტთან ცოტა პესიმისტურად განეწყო ამ მიმართ მაგრამ კი თურქეთში გაეცემა ეს ოპერაცია ბატონო და აქაც ნუ რა ხდებოდა ახლა ნახეთ აქაც სინდრომი აეროგინოსა იყო მეოთხე თაობის ბოლო თაობის ანტიბიოტიკებით მივიდა მკურნალობა შედეგი არაფერი არ იყო თვითონ თურქმა ექიმებმა ურჩიეს რომ აი იქნება დაყავდა ამას ექიმი და მან ფარმაკოთერაპიას მომართა და დავიწყეთ ამ დრენაჟების დამუშავება დავიწყეთ ამ დრენაჟებში შეყვანა ფაგების ერთი დრენაჟი იყო პლევის გულში ფაგების შეყვანა სხვათა შორის შემთხვევაც ჰქონდიან ჩვენ და პეროს ვაძლევდით რა თქმა უნდა და პლუს აი ამ მართალია გამომთიშულ მაგრამ ოკნებს ვაკეთებდით ფაგები უსადმას არის ჭრილობა ჰქონდა თეთრ ხაზზე რომელიც ინფიცირებული იყო სხვა ბაქტერიით სტაფილოკოკი აურეუსი აქ ირიგაცია იყო ფაგებით ძალიან ინტენსიური და ეხლა სამწუხაროდ აი სხვა პაციენტებისგან განსხვავებით ეს ქართველი პაციენტი ვერავინ ვეღარ დავითანხმეთ რომ მოსულიყო გამოჯანმრთელებული და გადავიღო მისი მუცელი და ეს ისა მაგრამ მე მგონი რომ დავითანხმოთ და მექნება ის საბოლოო სურათი იმიტომ რომ ეხლა ამ წუთას მამამისი რომელიც ფაქტობრივად შეეწირა ნერვიულობას რომ მისი კუძის გადალებისთვის შვილი ასე მდგომარეობაში ჩავარდა ეხლა ეს ადამიანი გამოჯანმრთელებული არის ძალიან სერიოზული პრობლემა მსოფლიოში ეს არის შაქრიანი დიაბეტის დროს დიაბეტის პეტრების პრობლემა რომელიც ფარმაკოთერაპიისთვის ძალიან დაინტერესებულია ყველა მსოფლიოში
პერსონალურად ისე ვიყენებთ რა თქმა უნდა პერსონალურად ამ ფაქტებს და აი ახაც ნახეთ უკვე გამოგვიგზავნა უმალობის შემდეგ სურათი გერმანიიდან, როდესაც თვითონ ეს კაცი დოქტორი იყო, შედეგი იყო აი სახეზე ხედავთ რა შედეგი ჰქონდა. და ეხლა აი ბატონო მიგა თქვენს შემოს შემთხვევას აქ იყო აი სტერნალური ინფექცია, ანუ სტერნული, რომელიც კარდიოფილტრული ოპერაციის შემდეგ, შუნთების შემდეგ ეს ბატონის გერმანიიდან იყო ჩამოტანებული, ძალიან ესეთი გახმაურებული შემთხვევა იყო შემდეგ ტელევიზიების და გადაიცა ეს შემთხვევა არის შეიძლება თქვენს მოგიტრავებული გერმანიის ტელევიზია ესე იგი რა იყო აქ ჩამოტანა ეს ბატონი იმიტომ რომ უნდა მოხდა სტერნულის მიგანა გამოყენება, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მოხდა ერადიკაცია ამ საფრთხეების და აქაც დავიწყეთ ესე იგი ლოკალურად ესეთი წვრილი აი ინტრალიული დრენაჟები რომ არის მასივი დრენაჟით შეყვანა ფაქტის აქ მსოფლმხედველობა იყო და ესე იგი ასევე რა თქმა უნდა ორალურადაც ვაძლევდით. დაახლოებით აი ეს შედეგი რასაც ახლა თქვენ ხედავთ ეს არის დაახლოებით 2-3 თვის უმალობის შემდეგ. აი მთლიანად დაიხურა ეს ფისტულა შესაბამისად ახლა რა თქმა უნდა ფისტულის დახურვა არ ნიშნავს იმას რომ ახლა ჩვენ ხედავთ ობიექტურად დახურვას არ ნიშნავს იმას რომ ერადიკაცია მოხდა ბაქტერიის, იმიტომ რომ ბაქტერია შეიძლება შეაჩერა თავისი ზრდა, მაგრამ შემდეგ ისევ წამოვა და ისევ გაიხსნება ეს ფისტულა, ასეთი შემთხვევებიც ძალიან ვერ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე აი ხედავთ ხა საკმაოდ დიდი დროა თუ აქ არ მითითებული დრო, მაგრამ წლებია გასული და ეს პაციენტი ფაქტობრივად გამოჯანმრთელდა ამ სტერნუმის ინფექციისაგან. არა, აქ მხოლოდ ფაქტები იყო გამოყენებული, იმიტომ რომ მანამდე ამ პაციენტს იცით რა როგორც წესი ყველა კეისი რომელიც ახლა აქ არის წარმოდგენილი არის ყოველდღიურად ნორმალები ანტიბიოტიკები და ამიტომ ბუნებრივია აქ ძირითადად ეს ფაქტები გვაქვს რაც ფაქტები თუმცა სინებრივია იცით რა აქაც ბატონი გოგა იყო აი ესა ფიგურგი და კი გეთახმებით აი პატარა ამ ქსოვილების მოცილება ის აი გრანულაციური ქსოვილი რომელიც მოდის ხოლმე იბადო აი ამ შემთხვევაში იცით რა ეხლა ჩვენი საპროცედურო არის ამბულატორიული კლინიკა ვის საშუალებაზე ყოველ შემთხვევაში აი რასაც ხედავთ ჩვენი შედეგი ესე იგი ის მცირე ინვაზია რასაც ქვია გრანულაციური ქსოვილის ამოკვეთა ეს ჩატარდა ბუნებრივია და ადგილობრივად ხდებოდა ირიგაცია ამ ობების და შესანიშნავი შედეგი მივიღეთ აი ხედავთ ეხლა წლებია უკვე ამ პაციენტს ყოველ შემთხვევაში არ ვიცი სტერნუმის ამოღება რა თქმა უნდა არ არის ასეული ფაქტი და ამ ინდივიდუალი შეგახსენები აქვს. მე ამ პაციენტმა ჩამომიყვანა ის ტელევიზია და თავის-თავი აჩვენა როგორ მოხდა. ეხლა ეს უკვე არის აი დერმატოლოგიური პაციენტები რაც გაბატონებიან ახსენა ეს არის რაღაც ესეთი ტრადიციული აკნე ბულგარის აი აქ მე ვხედავ ჩვენს კოლეგას დერმატოლოგს რომლისთვისაც საინტერესოა რა თქმა უნდა ეს კეისი ეს არის ბულგარული აკნე და ამ შემთხვევაში ჩვენ დამატებით ეხლა ნახეთ როგორ არის ბუნებრივია აკნე არ არის გამოწვევი აკნეს გამოწვევი შეიძლება არ იყოს ეს სტაფილოკოკი აურუსი უშუალოდ ეს არის მეორადი ინფექცია უკვე მაგრამ ნახეთ აქ ძალიან სერიოზული ნიშნობა აქვს იმ კავშირს რომელიც ყარდება ნაწლავის მიკრობი
ვირუსა და კანის მიკროფილოს შორის. ამიტომ მე ვფიქრობ ესე და ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე რომ ესე იგი ასეთ პაციენტებში ძალიან ხშირად გვაქვს დისბიოზები, ეგრეთ წოდებული, როდესაც გვაქვს ნაწლავი მიკრობიოტას დარღვევა. ეხლა ასე არ არის რომ ყველა შემთხვევაში დისბიოზების დროს ჩვენ გვაქვს აკნე. აქ გარკვეული სხვა ფაქტორები წებულობენ მონაწილეობას, დაწყებული გენეტიკური ფაქტორებიდან, მაგრამ აი ასეთ შემთხვევებში ჩვენ აუცილებლად ვამოწმებთ ხოლმე ასევე ნაწლავის მიკროფილოს ჩვენთან ლაბორატორიაში ტარდება ეს ანალიზი, ეს არის დისბიოზზე გამოვლება, როდესაც ვიკვლევთ არა მხოლოდ პათოგენურ ბაქტერიებს, არამედ ვიკვლევთ ასევე ნორმალურ ფლორას, ამ მდგომარეობაში არის და აი ამ დისბიოზების შემთხვევაში ჩვენ უკვე ვკურნალობთ, აი უკვე აქ გაჟღერდა ეს რომ ვკურნალობთ აი ამ ჩვენი ინტესტინ ფაგით, რომელიც ფაქტიურად იცით რა, მაგ იმდენი სხვადასხვა მექანიზმია, ეხლა თუ დავუშვათ მხოლოდ დისბიოზზე არ ვისაუბრებ და შეიძლება აქ იყოს ლაპარაკი ბაქტერიულ დისბალანსზე წვრილ და მსხვილ ნაწლავებშიც, ანუ აი ეგრეთ წოდებული სიმბოლოს მოიხსენებათ რაც არის, როდესაც ფუნქციური ხასიათის დარღვევები გვაქვს და ეს მოტორული ფუნქციების დარღვევა განაპირობებს იმას, რომ შეიძლება მიგრაცია მოხდეს ამ კომიზალური ფლორის ნაწლავებში და ვებულობთ უკვე იქ ბაქტერიების ტრანზიტის სინდრომს, აი ამ ბალანსის აღდგენას, აი დამეწუნეთ ქართული პაციენტების